მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. დღეს თქვენთან ერთად ორი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი უნდა გავიხილოთ. პირველი შეეხება კონკრეტულად მასუდ პეზეშკიანის, ირანის პრეზიდენტის ტვიტს, რომელიც მან გუშინ დაწერა. და ამ ტვიტში პეზეშკიანი ამბობს ასეთ რამეს, რომ თურქეთის პრეზიდენტთან, ესე იგი, ჰქონდა კომუნიკაცია და არის, აი პირდაპირ რომ თარგმნოთ, ხო? თურქეთის პრეზიდენტის და ამბობს მას მოიხსენიებს როგორც ძმად, ჩემი პატივცემული ძმის, მისი აღმატებულება რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მტკიცე პოზიცია აგრესიული სიონისტური რეჟიმის დაგმობაში ნამდვილად საქებარია, მოძმე თურქიერი მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისლამური უმის, ესე იგი, სოლიდარობაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საპატიო გზას ალაჰის წყალობით. მოკლედ, მთელი ლოგიკა ამ ყველაფერში არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ რას უკავშირდება ეს, რა გზაზე საუბრობს, რა შუაშია ერდოღანი ამ ყველაფერთან, ძალიან აქტუალურია ეს საკითხი. ნახეთ, პირველ რიგში ჩვენ თქვენთან ერთად გუშინ განვიხილეთ, რომ ესე იგი ამ იცვლება შეცვლილი არის კონკრეტულად თურქეთის დამოკიდებულება რით საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის რომ როგორი გეგმა გააჩნია თურქეთს ორი დღის წინ განვიხილეთ და ეს ისრაელის წინააღმდეგ კონტექსტს გულისხმობდა, მათ შორის საუდის არაბეთის და პაკისტანის, ანუ სუნიტურ ქვეყნებთან ერთად ასეთი ერთობის ჩამოყალიბება, რომელიც სამხედრო განზომილებაშიც არის, მაგრამ რომელსაც ასევე გააჩნია ნამდვილად სუნიტური ღერძი და ძირითადად იქ ვისაუბრეთ სამხედრო პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. თუმცა აქ ჩნდება ერთი ნიუანსი, მაგის მერე გუშინ ვისაუბრეთ, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გარკვეულად დაძაბულია, გარკვეულწილად, რადგანაც ისრაელი აშკარად იქ არის ეს განხეთქილების მიზეზი, ისრაელის მიმართ დამოკიდებულება და ვისაც ნანახი არ გაქვთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ნახოთ ეს ორი ანალიზი და უფრო კარგად იქნება აღქმული თქვენს მიერ თუ რას გულისხმობ, მაგრამ დღეს და ახლა ჩვენ საუბრობთ სრულიად სხვა კონტექსტზე იგივე საკითხის. და ეხლა დავამატებ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ამავე ჭრილში ჯდება, მაგრამ სანამ მანდ გადავალ, უბრალოდ ვიტყვი, რომ პეჟეშკიანის ეს განცხადება პრაქტიკულად ერთი მხრივ ნიშნავს, რომ ერთობლივად, აი ნახეთ, ვაშინგტონი და იერუსალიმი ამ განცხადებას უყურებენ. აშკარა არის, რომ სატელეფონო კავშირები აქვს და შეხვედრები და ასე შემდეგ. სხვადასხვა დონეზე ცხადია, არა პირისპირი ამ მომენტისთვის ომი მიმდინარეობს. ნუ აშკარად არის, რომ აქ სიონისტური რეჟიმის დაგმობის მიმართულებით, რაც თან საჯარო განცხადები გააკეთა ერდოღანმა, გითხარით ეს წინა ანალიზის დროს, რომ თქვა, რომ დედამიწის 8 მილიარდი ადამიანი არისო მსხვერპლი ახლა ისრაელის მიერ დაწყებული ომის და ნუ მე გავმარტე, რომ ეს ომი ისრაელის მიერ დაწყებული არ არის, მაგრამ კონკრეტულად ეს ბრძოლა შესაძლოა, კი ბატონო, მაგრამ ომი დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა ირანის და თურქეთის მხარდაჭერით. ახლა ებრაელი ანალიტიკოსები არასდროს მალავენ, რომ ჯერ ერთი თურქეთი ნომერ 2 საფრთხეა, მეორე მათთვის, ისრაელისთვის, მეორე რომ ჰამასი არის სუნიტური ტერორისტული დაჯგუფება და არის მხარდაჭერილი პირველ რიგში თურქეთის და კატარის მიერ. და შესაბამისად, როცა საუბრობთ ირანის როლზე, იქ თურქეთის როლი არ უნდა დაგავიწყდეს. სწორედ ამიტომ აქ რომ უმას კონტექსტი შემოდის, იმის ნაცვლად, რომ იყოს საუბარი სუნიტურ ან შიიტურ განშტოებებზე, ირანი პრაქტიკულად აცხადებს, რომ მზად არის ერთობლივ ერთიან კონტექსტში რომ შეხედონ ახლა ამ პროცესებს. და რომ ისლამური კოორდინაცია უნდა მოხდეს პოლიტიკური გაგებით ისრაელის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამას აკვირდებიან როგორც გითხარით, ამერიკელებიც და ებრაელებიც, რა თქმა უნდა, ხედავენ თურქეთის ამ ასეთ ორმაგ თამაშს, როლს და ელოდებიან რაში გადაითარგმნება ეს ქმედებები და უკვე გადაითარგმნა. მაშინვე ბლუმბერგმა
და აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, მათ შორის ამერიკის დაზვერვის სისტემაში გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ თურქეთი აწარმოებს ინტენსიურ დიპლომატიურ მცდელობებს, ძალისხმევას, რათა შეაჩეროს ყურის ქვეყნების, სპარსეთის ყურის ქვეყნების ჩართვა ამერიკის და ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციაში ირანის წინააღმდეგ. და ამაზე ბლუმბერგს უთხრეს საკითხთან დაკავშირებული პირები. გასაგებია ჩემი აზრით, წყარო ხო? ანუ ერდოღანის აი ამ განცხადების შემდეგ, უпростоოდ ფეჟეშკიანის განცხადების შემდეგ, რომელიც ერდოღანის განცხადებებზე არის კომენტარი და ერდოღანმა დაადანაშაულა ისრაელი იმ ყველაფერში, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, პრაქტიკულად ამით დაეხმარა ირანს და ირანის ნარატივიც და ლოგიკაც გაავრცელა, რომ ეს ომი, მათ შორის დარტყმები სპარსეთის ყურის აი ამ ქვეყნებზე არ არის გამოწვეული ირანის მიერ, არამედ ისრაელის ქმედებების შედეგი არისო, ანუ ესეთი კონტექსტი მისცეს. აქ ჩნდება, რომ თურქეთი ცდილობს კონკრეტული ნაბიჯით ირანის გადარჩენის უზრუნველყოფას. რატო? და საერთოდ ახლა აქ ლოგიკურად შეგიძლიათ კითხვა დამისვათ. ხან გიორგი ამბობ, რომ ერთი მხრივ თურქეთი ემზადება და აზერბაიჯანი მათ შორის თურამე ირანის ტერიტორიაზე ოპერაციისთვის, ერთობლივი ოპერაციისთვის, მეორე მხრივ თავად ამბობ, რომ ირანის გადარჩენას ცდილობსო და აი ლოგიკა აქ როგორ ჯდება, თორე ლოგიკა არის ორივეში. და აი გეტყვით ზუსტად ამ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გარდა იმისა, რომ ლოგიკა არის ორივეში, ლოგიკა სწორედ იმით ჯდება, რომ ეს ორი სცენარი არის ორი სხვადასხვა სცენარი. ანუ გეოპოლიტიკაში უნდა გავიაზროთ, რომ ისე არ არის, რომ ყველა ამზადება მარტო ერთი სცენარისთვის. ზოგადად ყველაზე პრაგმატულია მოემზადო რამდენიმე სცენარისთვის, დაიზღვიო თავი ბევრი მიმართულებით. ეხლა გითხარით მანამდეც, რომ თურქეთს აწყობს ან მოკლედ დასუსტებული ირანი მათ აწყობთ, იმიტომ რომ შიიტური ფრთა, რომელიც დღეს არის მთავარი ანტი-ისრაელის კონკრეტული პლაცდარმი, ძალისხმევა და ასე შემდეგ, ანუ ყველაზე ბრჭყალებში გმირულად გამოიყურებიან, იმიტომ რომ ისრაელს ებრძვიან და სუნიტები კი არც ისე ებრძვიან და ვაჭრობენ და ასე შემდეგ, იქ ყველაზე მეტად აქტიურობს ისევ ერდოღანი, რომ ებრძვის და გმობს და ასე შემდეგ, მაგრამ სუნიტებს აქვთ ეს მორალური უპირატესობა და გარკვეული ლიდერობის ამბიცია სწორედ ამაზე დაყრდნობით, რომ ესე იგი ისრაელს ვებრძვითო. მეორე მხარე არის, ანუ დასუსტებული ირანი მათ აწყობთ, მაგრამ არც აწყობ თურქეთს არ აწყობს იმდენად ესე იგი დასუსტებული ირანი, რომ ეს ირანი გახდეს პროდასავლური, რომ ირანში შეიცვალოს რეჟიმი. აი ეს არის მთავარი. მეორე მხრივ თუ ირანი დაიშლება, მაგ შემთხვევაში არის თურქეთის ბუფერული ზონა, აზერბაიჯანთან შესაძლოა ერთობლივი ოპერაცია, თუ ირანი დაიშლება. ანუ თუ ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ პრაქტიკულად გაჩუქებენ ამ შესაძლებლობას, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავო თურქების მიერ დასახლებული რეგიონები ირანის, მაშინ კი მაშინ იქნება ეგ სცენარი. მაგრამ თუ ირანი არ იშლება, ხოლ და მიდის პროდასავლური რეჟიმის მიმართულებით, ანუ რომ პროდასავლურად გადაიქცეს რეჟიმის ცვლილება მოხდეს, მაშინ მათ გაცილებით უფრო აწყობთ რეალურად, რომ დაეხმარონ ამ რეჟიმს, რომ იყოს სუსტი, იყოს თურქეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, მაგრამ არ გახდეს ესე იგი პროდასავლური. და სწორედ აქ შემოდის ერდოღანი. ერდოღანი ცდილობს ახლა გარკვეულ კოორდინაციას არაბულ ქვეყნებთან, რათა გადაარჩინოს სწორედ რეჟიმი. ფეჟეშკიანი შეგახსენებთ, რომ წარმოშობით არის აზერი, ანუ აზერბაიჯანელი, ირანელი, აზერბაიჯანელი. თურქული წარმოშობის რეალურად. და შესაბამისად ეს ამ ნარატივებსაც, ამ კავშირებსაც თავისი გავლენა გააჩნიათ. აქვე ჩნდება ერთი კონკრეტული ნიუანსი, რომელიც მინდა რომ ასევე გაითვალისწინოთ აუცილებლად. თურქეთში გაჩნდა კითხვები და თქვენთან ერთად აგერ გუშინ დავუთმეთ თურქეთს და აზერბაიჯანს შორის განსხვავებულ მიდგომებს, იქ ერთგან იყო ესეთი აქცენტი, თუ ყურადღება მიაქციეთ, თუ არა და გირჩევთ უყუროთ კიდევ ერთხელ,
ან ვისაც ნანახი არ გაქვთ, რომ იყო ეს აქცენტი თურქეთის მხრიდან, რომ ისრაელი, უკაცრავად, აზერბაიჯანი ცდილობს თურქეთის ომში ჩათრევას ირანის წინააღმდეგ. ნახიჩევანის თემაზე, დრონების თავდასხმის თემაზე, რომლის შედეგადაც მერე ეგრეთ წოდებული ესე იგი თანამშრომლობის მექანიზმები ამოქმედეს, რაც გააჩნიათ, ხო? მათ შორის შუშის დეკლარაცია, რომელიც მათ გააჩნიათ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ და მერე იყო ინფორმაცია, რომ ნახიჩევანში გამართავენ წვრთნებს ერთობლივს და თურქეთიდანაც ვიზიტი იყო. ეს შეგვიძლია ასევე განვიხილოთ, ნახეთ, თურქეთი აქ რა კონტექსტს ხედავს. ერთი მხრივ, რომ ისრაელის გავლენების ფონზე აზერბაიჯანში შესაძლოა ეს კონკრეტული ნაბიჯი, ეს კონკრეტული მათ შორის გარკვეულწილად ესკალაცია, რომელზეც მზად იყო და არის აზერბაიჯანი, იყოს თურქეთის ომში ჩათრევის მიზნითაც. და თურქეთი აქ ძალიან ფრთხილობს, იმიტომ რომ მისი საკვანძო მიზანი არ არის ირანის პრობლემა, როგორც ასეთი. თურქეთისთვის საკვანძო პრობლემა არის ისრაელი. შესაბამისად, აქ შესაძლოა ირანი არ არის მისი მოკავშირე, იმიტომ რომ სხვა გავლენის ცენტრია და თურქეთს თავისი გავლენის ცენტრი გააჩნია, მაგრამ ჩდება აქ პოლიტიკური გაგებით უკვე ახალი ლოგიკა, რომელსაც კონკრეტულად ფეჟეშკიანი უწოდებს უკვე უმმას. ანუ შესაძლებელია, რომ ირანი გარკვეულწილად დათანხმდეს თურქეთის პირველ რიგში, შესაძლოა ასევე საუდის არაბეთის, ვნახავთ ამას, რა გზავნილები იქნება ამ მიმართულებით, მაგრამ გავლენების გაზრდას, ანუ გარკვეულად პოლიტიკურად მათ გავლენაში შესვლას. ანუ უმას კონტექსტში რო შეხედო ამას როგორც ერთიანი ისლამური ბრძოლა, პოლიტიკური ისლამიზმის ბრძოლა ისრაელის წინააღმდეგ. იმიტომ რომ სიონიზმი ბოლოს და ბოლოს აქ რაც ნახსენებია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს, რომ ებრაელებს უნდა კონდეთ უფლება საკუთარი სახელმწიფო კონდეთ საკუთარ სამშობლოში ისრაელის მიწაზე. და სიონისტებად როცა მოიხსენიება, ამ უფლების ჩამორთმევის განცხადება. ხო და ერდოღანის რომ ამ კონტექსტში ჩდება, ფეჟეშკიანი ამბობს, რომ ასეთი გზავნილები აქვს და ასე აფასებს, აი აქ უკვე ჩდება სწორედ კითხვები. თურქეთის დღის წესრიგი როგორია და გეტყვით პირდაპირ, რომ ჩინეთს, რუსეთს, ირანს ძალიან ჭირდებათ, რომ თურქეთი და არაბული ქვეყნებიც იყვნენ გარკვეულ ალიანსში ისრაელის წინააღმდეგ და არა ალიანსში ისრაელთან და ამერიკასთან ერთად. აქ არის გამონაკლისი აზერბაიჯანი, რის გამოც არის ეს გარკვეული ურთიერთობებში, რაც გითხარით, ხო, სიცივე, რაც განვიხილეთ. მაგრამ აქედან ახლა ვნახავთ. ზუსტად რა მოხდება, იმიტომ რომ ვიცით რა, რომ ამ ყურის არაბულ ქვეყნებს აქვთ მზაობა ომში ჩართვის. ომში თუ ჩაერთვებიან, საკუთარი ბაზების გამოყენების მასშტაბს სულიად სხვას გახდიან. თუ გახდიან ამ მასშტაბს ესე დიდს, მაშინ ავტომატურად ირანზე თავდასხმები იქნება ძალიან დიდი მოცულობის და მასშტაბის და ამ თავდასხმებს შესაძლოა კონდეს მეტი ეფექტი. თურქეთი ცდილობს ამის არ დაშვებას და ირანი გარკვეულწილად ერდოღანის მიმართ ამ შემთხვევაში მოდის ამ კავშირით მათ შორის ამ განცხადებით, აღიარებს ერდოღანის როლს, როგორც ესეთი ლიდერის მათ შორის ისლამური უმას თვალებში, რომელმაც ახლა უნდა გააერთიანოს ეს საზოგადოება და გარკვეულწილად დააბალანსოს ეს ვითარება. სწორედ ამიტომ შექმნილია ესეთი უნიკალური მდგომარეობა და რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ამით დარწმუნებული ვარ, რომ ვაშინგტონში და იერუსალიმში საკმაოდ დაინტერესებული იქნებიან თურქეთის ქმედებები. შეიძლება აქ თურქეთი როგორც მშვიდობის მყოფელი სტატუსში მუშაობს, მაგრამ აშკარად მისი განცხადებები ისრაელის წინააღმდეგ გრძელდება და რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ერთი კონტექსტიც, არ გამომრჩეს ესეც გითხრათ. სავარაუდოდ თურქეთმა შეიძლება მოსთხოვოს ირანს გარკვეული გავლენების გადანაწილება ამ
დახმარების საპასუხოდ. თუ შეძლებს უზრუნველყოს, რომ არაბული ქვეყნები არ ჩაერთონ ამ ომში და საუბარია საუდის არაბეთზე, კატარზე და გაერთიანებულ არაბულ საამიროებზე, ამის საპასუხოდ სავარაუდოდ თურქეთი მოსთხოვს ლიბანში და ერაყში გავლენების ჩანაცვლებას. სადაც არის ირანული გავლენები, რომ ეს გავლენები ჩანაცვლდეს თურქული გავლენებით. და კიდევ ერთი საკითხი აქ, რაც ამ კონტექსტში ჯდება, ცხადია არის ქურთების საკითხი. ესმის ძალიან კარგად ერდოღანს, თუ ქურთები შეძლებენ წარმატების მიღწევას სირიაში, სირიაში ვერა, მაგრამ წარმატების, ანუ სირიის მაგალითით მოკლედ, წარმატების მიღწევას ირანში და იქ გარკვეული სეპარატისტული მოძრაობების დაწყებას, ეს პოტენციურად შეიძლება ქურთისტანის იდეის გამაძლიერებელი და თურქეთის წინააღმდეგ მათ შორის გადაიქცეს საბოლოო ჯამში, ამიტომ თურქეთი ძალიან თხილობს და ხედავთ რანაირ პოლიტიკას აწარმოებს, საკმაოდ სპეციფიკურს. ამიტომ ჩვენ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ამ საკითხების აქტიურად შესწავლას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძვირფასო მაყურებლებო. გთხოვთ, რომ აუცილებლად მოიწონოთ და ალაიქოთ ეს მიმოხილვა, ამით თქვენ ეხმარებით არხის განვითარებას. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, ასევე დამატებითი ანალიზის მიღების მიზნით შეგიძლიათ გამოიწეროთ, ესე იგი, გაწევრიანდეთ არხზე, გახდეთ არხის წევრი. აქ YouTube-ზე, ან იმ ქვეყნებში, სადაც ხელმისაწვდომი არ არის YouTube-ის ეს ფუნქცია, საქართველოში მაგალითად, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და მიიღოთ დამატებითი ანალიტიკური მასალა Patreon-ის გვერდის მეშვეობით. აღწერაში მითითებულია ეს ყველაფერი. დიდი მადლობა, შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.